რატომ წერს სკოლაში ყველა მხოლოდ ლურჯი კალმით და არა მწვანე ან ყვითელი? ვინ გადაწყვიტა? ან როდის? საინტერესოა, რატომ ვიცავს წესებს, რომლებიც არც ვიცით რატომ შეიქმნა. ამის გასაგებად 5 მაიმუნის ექსპერიმენტს მოგიყვები. ეს ექსპერიმენტი 1960 წელს ჯი.არ სტივენსონმა ჩაატარა. მეცნიერმა ცარიელ გალიაში 5 მაიმუნი და 1 კიბე მოათავსა. კიბის თავზე კი ბანანები დაალაგა. შენი აზრით რა სიდამდნენ ეს მაიმუნები? რა თქმა უნდა შეეცადნენ რომ ბანანები მოეპარათ. მაგრამ სტივენსონმა ერთი მთავარი წესი დაამატა. ყოველ ჯერზე როცა რომელიმე მაიმუნი კიბეზე ასვლას და ბანანის მოპარვას შეეცდებოდა, დანარჩენებს ციუწყალს ასხამდა და ასე სჭიდდა. და გამოიცანი რა მოხდა? მაიმუნებმა ერთმანეთის ცემა დაიწყეს. ცემდნენ ყველას, ვინც კიბეზე ასვლას იწყებდა. მაგრამ ცოტა ხანში სტივენსონმა ორი რამ შეცვალა. შეწყვიტა მაიმუნების და ერთი მაიმუნი ახალი მაიმუნით ჩაანაცვლა. საბოლოოდ ოთახში აღმოჩნდა ერთი მაიმუნი, რომელიც აზრზე არაა რა ხდებოდა მანამდე. რა თქმა უნდა, ამ ახალმა მაიმუნმა სცადა ბანანების აღება. შენი აზრით, ცემეს თუ არა დანარჩენებმა ეს ახალი მაიმუნი? მონიშნე კი ან არა? ცემეს, რადგან მაიმუნებმა დაიმახსოვრეს, რომ თუ ბანანის მოპარვას შეეცდები, დაისჯები. ნელ-ნელა მეცნიერმა ყველა ძველი მაიმუნი ახლით ჩაანაცვლა. მეორე, მესამე და საბოლოოდ გალიაში არც ერთმა მაიმუნმა არაფერი იცოდა, არც ცივი წყლის და არც დასჯის შესახებ. ამის მიუხედავად, ბანანის აღების მცდელობის გამო მაიმუნები მაინც ცემდნენ ერთმანეთს. აბა დაფიქრდი. ყოველდღე რამდენი რამეს აკეთებ, იმიტომ რომ ასე გასწავლეს. წესი ასეთია. ან ყველა ასე იქცევა. უამრავი წესი და ტრადიცია უბრალოდ ახსნის გარეშე გადმოკვეცა. მაგრამ შენ ყოველთვის შეგიძლია დასვა კითხვები და რაღაც წესებს ბრმად არ დაემორჩილო.